რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე ბოლო სამზადისია. აქციისთვის სცენას საკრებულოს შენობასთან ამონტაჟებენ. ცოტა ხანში თესეუს პირველი კორპუსიდან მსვლელობას დაიწყებენ სტუდენტები, რომლებიც რუსთაველის გამზირისკენ მარშით გადაინაცვლებენ. 16 საათზე დაანონსებულ საპროტესტო აქციას უერთდებიან რეგიონებიდანაც. ისანში სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, როგორც მოქალაქე მთავარს უყვება შემთხვევა ღამის 3 საათისთვის მოხდა. დაღუპულების სავარაუდოდ ერთი ოჯახის წევრები არიან, მათ შორისაა არა სრულწლოვანიც. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. საცოდავებო ფეიკერებო ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი ჩვეული რიტორიკით გამოჩნდა. საარჩევნო უბანზე მან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა კრიტიკული მედიის ჟურნალისტების კითხვებს აგრესიული და მოკლე პასუხები დაუბრუნა. ყაველაშვილი არ პასუხობს შეკითხვას დაურეკა თუ არა ტრამპმა, თუმცა ამბობს, რომ შტატებში ქართველი ხალხის სახელით იმყოფებოდა და საზეიმო ვახშამზეც სწორედ ტრამპმა მიიწვია. ჩვენ გქონდა საუბარი, რომ უნდა განახლდეს ურთიერთობები. მითხრა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება საკითხს, ამბობს ყაველაშვილი.